კონფლიქტის ფონზე აფხაზ გოგონას თბილისში უნიკალური პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება და ეს არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის ფონდის დამსახურებისგან. გაიგებთ, თუ ვინდა როგორ დაუბრუნა ქრისტინეს მეორე ცხოვრება და ადამიანთა სიკეთისა და სიყვარულის რწმენა. ოჩამჩირესთან ახლოს დღეში სამა მეგობარმა გოგონამ კოცონი დაადო. თამაშს, რომელსაც ომის შვილები თამაშობდნენ, ძალიან специфიკური სახელი ერქვა. Ну, в детстве играли бомбёжку. Подружка обошла, бензин чуть-чуть пронесла, не знала, откуда пронесла. И костер зажегся. Она бензин пронесла, бензин раскоснула, ну и начала гореть. ცეცხლი გოგონას ყელსა და გულმკერდზე მოეკიდა. კივილმა ოჩამჩირე შეძრა. ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ ისე იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამბავი მთელ აფხაზეთში გავრცელდა. აფხაზეთიდან დევნილი ლევან თოდუა ბავშვობის დროინდელ მეგობარს ინტერნეტით ეძებდა. სკაიპში სოხუმი აკრიფა და პროგრამის მიერ მოძებნილ პირველივე ადამიანს გამოელაპარაკა. უცნობ აფხაზთან საერთო ენა მალევე გამოიძებნა. ლევანმა სწორედ მისგან გაიგო ქრისტინას ისტორია და პირველი ფოტოებიც ნახა. სურათი დაინახავდი ბავშვი რაფერში იყო. ჩვეულებრივ ადამიანს ჩვეულებრივი ინსტინქტები, ცნობები ვისაც გააჩნია, რა თქმა უნდა ეს სულელი იყო დახმარებოდი ამ ბავშვს. მას შემდეგ უცნობი აფხაზი გოგონასათვის დახმარების გაწევა ლევან თოდუას უმთავრეს მიზნად იქცა. მეგობრებმა მას ოპერაციისათვის საჭირო თანხის მოძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ იავნანაში ურჩიეს. ვიზიტი იღბლიანი აღმოჩნდა. მე რომ გავდიოდი იმ დროს შემოვიდა ბატონი პაატა. შევეფეთეთ ერთმანეთს და როცა გაიგო რაზე იყო ლაპარაკი, დაინტერესდა სურათი რო დაინახა, ნუ სახე ეცვალა ეს ბავშვის სურათი რო დაინახა და მითხრა შენო ნახევარი საათი მაცალეო და მე ამ ამბავს გადავწყვიტა უკვე ვიცი როგორ. ფონდის მოწვევით იმ პერიოდში თბილისში მონსერატ კაბალია იმყოფებოდა. კონცერტის დაგეგმილი იყო უბრალოდ ორგანიზატორებს ხელმოქმედების კონკრეტული სუბიექტი განსაზღვრული ჯერ არ ჰყავდათ. სოფლიო ბაინსა და ლევან თოდუას შემთხვევით მან შეხვედრამ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. ოპერაცია სჭირდება 20,500 ლარი. ნუ შეგაჩინეთ ეს ციფრი, თუ არ შეგროვდება ამდენი დღეს ჩვენ ფონდიდან დავამატებთ. თავარია რომ ჩვენ ყველა ერთად ვიყო და დავეხმაროთ ამ ბავშვს. ის რაც მონსერატის კონცერტზე მოხდა, რა თქმა უნდა იყო ძალიან ემოციური. 31,000 ლარი შეგროვდა 7 წუთში. ოჩამჩირელი გოგონასათვის ურთულესი ოპერაციის გაკეთება საკუთარ თავზე კლინიკა კარაბს მედლაინის პლასტიკურმა ქირურგებმა აიღეს. ეს პრაქტიკულად იყო ყველა ურთულესი შემთხვევა, რაც ჩვენ გვაგუკეთებია აქამდე. აი ესე კომპლექსურად რო შეგვეცვალა საერთოდ კისრის და გულმკერდის კანი, ეგეთი არ ყოფილა. ოპერაცია 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პლასტიკური ქირურგი კოტე მათიტაშვილი იხსენებს, რაც გქონდა ამ დროის განმავლობაში. ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი ახლდა. ძალიან დიდი და ამას ჩვენ გვზრდით ოპერაციების დროსაც, ოპერაციების შემდგომ პერიოდშიც, როცა ქრისტინა ხანმოგვირიდან ვერ დგებოდა თავიდან, სიარული სანამ დაიწყო ხელმეორედ, სანამ გაშალა კისერი, სანამ აწია თავი, სანამ გაახილა თვალები და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ძალიან დიდ სტრესებთან. ქრისტინეს ოპერაციისას კარგი დღე არც ლევან თოდუას ადგა. ის ნერვიული აშლილობის ზღვარზე იყო. ორი ბოთლი, სამი ბოთლი არაღი ყოველთვის ედო ფათებდა. სანერვიულოა, რა თქმა უნდა, აფხაზი ბავშვი გაბარია. ესეთი უძინესი ოპერაციები გადაიტანა, ამის ფონზე ნერვიულობ, რა თქმა უნდა.
4 ოპერაციამ, რომლებიც საქართველოში ჩაუტარდა, ქრისტინეს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. Раньше magana mala потому ну не могла, ну я все время бабушка была, домой не приезжала. Не хотела. Ты хотела на улице? Не, никуда не уходила, в селе сидела. ქრისტინე გვარად ტალატალ ოღლია, ის მუსულმანი იყო. ოპერაციების შემდეგ გოგონამ გაქრისტიანება გადაწყვიტა და ლევან თოდუას ნათლიობას თხოვა. ჯვარის საყიდლად ლევანმა ოქროს ბირჟელზე მოვაჭრე, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს მიაკითხა. ამ ქალბატონს ყავს ომში, აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი, ახალგაზრდა, ერთადერთი შვილი და ქმარმა რომ გაიგო ეს ამბავი, გადახდა ფანჯრიდან. ფაქტიურად მას არავინ არ დარჩა. და რო გაიგო ამბავი, ვისთვის მინდოდა ეს ჯვარი, მან ამ ჯვარში ფული არ გამომართვა. გაქრისტიანებული აფხაზი გოგონას რეაბილიტაციისათვის $30,000-ზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ამ ისტორიაში ფული მთავარი ნამდვილად არ არის. მეგობრობა და ერთმანეთის დახმარება ყოველთვის უფრო იაფიჯდება, ვიდრე ომიდან მტრობა და მგრევა.